ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი, ანუ თითქმის ყოველი მეშვიდე ცხოვრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე დარღვევით. მიუხედავად ამისა, ფსიქიატრია კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტიგმატიზირებულ სამედიცინო სფეროდ, სადაც პაციენტებს ხშირად ეშინიათ არამხოლოდ დიაგნოზის, არამედ საზოგადოების რეაქციისაც. დახმარების ძიებაში განსხვავებები გენდერულ ჭრილშიც ჩანს. მამაკაცები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით 40%-ით უფრო იშვიათად მიმართავენ ფსიქიატრიულ დახმარებას. რატომ უჭირთ განსაკუთრებით კაცებს დახმარების თხოვნა? როგორ მოქმედებს საბჭოთა თაობის გამოცდილება დღევანდელ დამოკიდებულებაზე ფსიქიატრიის მიმართ? და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დახმარება აღარ აღიქმნებოდეს სირცხვილად? ამ ყველაფერზე დღეს ჩვენ სტუმართან ფსიქოლოგ ანა მახაშტენთან გავისაუბრებთ. ანა, გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში კითხვა, რომელიც აუცილებელია რომ დავსვათ. დღესდღეობით ბევრი სტიგმა არსებობს ფსიქიატრიული დაავადებების მიმართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განპირობებელი ამისი არის განსხვავება თაობებს შორის. და სხვა დამოკიდებულება ამ დაავადებების მიმართ უფროსი თაობის მხრიდან რა განსხვავებებზე ვსაუბრობ და როგორ მოქმედებს ეს ახალგაზრდების სურვილზე რომ მიმართონ დახმარებას. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობას გიხდით, რომ ამ თემაზე საუბრობთ, იმიტომ რომ როგორც თქვენ ახსენეთ, ნამდვილად არის ჩვენი სფერო სტიგმის და სტერეოტიპების მსხვერპლი. დავიწყოთ თაობებს შორის სხვაობით. ჩვენ ვიცით, რომ Gen Z მაგალითად ახლა ძალიან გათვითცნობიერებულია მენტალური ჯანმრთელობის საკითხებში და ამაში დიდი როლი უჭირავს სოციალურ ქსელებს და ინტერნეტს. ეს ერთის მხრივ არის, რა თქმა უნდა, ძალიან იმიტომ რომ ამ ადამიანებმა უკვე დაიწყეს ისეთი კუთხით საკუთარ თავზე ფიქრი, როგორიც არის, რომ მე თუ რაღაცას კარგად ვერ ვაკეთებ, ან თუ მაქვს არასასურველი ქცევა, ეს შეიძლება იყოს რაღაც სამედიცინო პრობლემა და არა ჩემი პიროვნული ნაკლი. ეს უკვე არის ძალიან დიდი საფეხური და ძალიან მიხარია, რომ ამ ახალ თაობას და შემდეგ თაობებს აქვთ ეს ცოდნა მენტალური ჯანმრთელობის კუთხით. იგივე მაგალითად ჩემი შვილი, რომელმაც დაწყებითი კლასები ამერიკაში გაიარა, იქ თავიდანვე ჰქონდათ ესეთი ხელსაწყო mood meter, ანუ განწყობის ხელსაწყო, ასე ვთქვათ, საზომი, რომელიც ძალიან ისეთი ფერადი და ლამაზი ესეთი დიაგრამაა, რომელშიც გარდა იმ ემოციებისა, როგორიც არის ბედნიერი და მოწყენი და გაბრაზებული და ასე შემდეგ 100 ემოცია არის მოყვანილი. ანუ ჩვენ თავიდანვე ვასწავლით ბავშვებს, რომ ამოიცნონ საკუთარ თავში სხვადასხვა ემოციები და ამას ჩვენ ვეძახით EQ-ს, ანუ ემოციურ ინტელექტს. ხო გვაქვს ჩვენ IQ და ეს არის ემოციური ინტელექტი, რომელიც უკვე ვხვდებით, რომ არის მნიშვნელოვანი. ასე რომ ახალ თაობას ეს აქ უკვე არის ძრები და ძალიან კარგია. წინა თაობაში არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არის ეს სტიგმა და სტერეოტიპები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ამაზე ჩვენ ვერ გავამტყუნებთ მაინც და მაინც მოქალაქეებს და ადამიანებს, ეს არ მიუთითებს მათ დაუშვათ ინტელექტზე ან რაღაც მწირ განათლებაზე. უბრალოდ ეს იყო მაშინ რეალობა. აი მოდი ვისაუბროთ უშუალოდ საქართველოზე, ხო? ჩვენთან იყო სიტყვა გიჟი, რომელსაც ჩვენ ახლა აღარ ვიყენებთ, ცხადია, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით ჩვენს ბავშვობაში და ეხლაც კი გაგვიგია საზოგადოებაში სიტყვა გიჟი. და რა ეწოდებოდა ფსიქიკურ საავადმყოფოს? საგიჟეთი. ხო, ანუ უკვე ჩვენ გვაქვს წინაპირობა იმის და პრობლემა ტვინში მაქვს პრობლემა, თავში მაქვს პრობლემა. ანუ ესენი არ ჟღერს ხომ კარგად და ადამიანს უკვე უქმნის რაღაც იმ წინაპირობას, რომ მე პირობითად ჩემ სახლში რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ მე შეიძლება მქონდეს რაღაც ფსიქიკური აშლილობა, ყველა მეტყვის ხო არ გაგიჟდი, ან ხო არ გაგიჟდები, ან საგიჟეთში ხო არ წაგიმონ. ხო, ნუ ეს ახლა გაშარჟებულად ვყვები, მაგრამ ის რო სიტყვა გიჟი ჩვენი ლექსიკის ნაწილი იყო და ეს საგიჟეთიც ვიცოდით რომ არსებობდა, ესეც არის რა თქმა უნდა ფაქტორი. ასევე იყო ძალიან ბევრი ფილმი, წიგნი, მაგალითად ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინა და კიდე სხვა, რომელიც ასე ძალიან მუქად აშუქებდა აი ამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს და მან მომუშავე ადამიანებს. ძალიან ისეთი საშიში პერსონაჟები იყვნენ ხშირად ფსიქიატრები და არა მარტო მხატვრულ ლიტერატურაში და ფილმებში, არამედ დოკუმენტურ ფილმებშიც აღწერილია მაგალითად ერთ-ერთი სამკურნალო პროცედურა ლობოტომია, რომელიც არის თვალის ჭრილიდან რკინით შესვლა ტვინში
და შუბლის წილის დაზიანება იმისთვის, რომ ადამიანების არასასურველი ქცევა გვეკონტროლებინა. ეს ხომ არ იყო მოგონილი, ეს ნამდვილად იყო. ანუ აქ მინდა რაღაც ეხლა დაგისვათ ასე. დღესდღეობით აი ამ უფროს თაობაში და არ მინდა ეს გამომივიდეს უხეშად, მაგრამ ხშირად ფსიქიატრიული დაავადებად აგიხმარ როგორც ახსენეთ, მხოლოდ აი ეს უფრო მძიმე ფორმები, როგორც არის შიზოფრენია, როგორც არის ობიექტურად გამოხატული ნიშნები ფსიქიატრიული დაავადების. დეპრესია და შფოთვა არის უბრალოდ ხასიათისცვლილება და არ საჭიროებს ამ ყურადღებას. რამდენად ცდარი არის ეს დამოკიდებულება? ძალიან კარგი აქცენტი გააკეთეთ და დიდი მადლობა მაგაზე. აი ეს რაც ვისაუბრეთ, ეს ყველა წინაპირობა ხო ისედაც ქმნის აი ამ რაღაც შავბნელ დამოკიდებულებას ფსიქიატრიულ სფეროზე და ანუ მე თუ ფსიქიატრი მჭირდება, ესე იგი ცუდად არის ჩემი საქმე და შეიძლება იმ ფსიქიატრმა რკინა გამირჭოს თვალში და შუბლის წილი დამიზიანოს, იმიტომ რომ კარგად მოვიქცე. ამის ფონზე მე თუ მოულოდნელად მაქვს სევდა. შფოთი, მეშინია იმის რისიც რაციონალურად ვიცი რომ არ უნდა მეშინოდეს და ასე შემდეგ ის კლინიკური მდგომარეობები რაც თქვენ აღწერეთ, ხო? ცხადია, ვერ აკავშირებენ რომ ის საშიში ბრჭყალებში ფსიქიატრი არის იგივე ექიმი, სამედიცინო სპეციალისტი, რომელიც მკურნალობს იგივე შფოთვას, იგივე დეპრესიას, იგივე კვებით აშლილობებს, რომელიც საერთოდ არ გამოიხატება რაღაც ესეთი კრიმინალური და საშიში ქცევით, ხო? ასე რომ კი, ნამდვილად არის განსხვავება აი ამ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს შორის და კი ვერ დავმალავთ იმას, რომ ზოგიერთი მენტალური ჯანმრთელობის დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს აგრესიული ქცევა. ამას ვერ დავმალავთ, მაგრამ ასევე ვერ დავმალავთ იმას, რომ დაუშვათ 13 წლის ბავშვი შეიძლება ჰქონდეს შფოთვითი აშლილობა, შეიძლება ჰქონდეს ღამის შიშები, შეიძლება ჰქონდეს სოციალური შფოთვა, მაგალითად და უჭირდეს პრეზენტაციების გაკეთება და ეს სულაც არ არის კრიმინალური ქცევა, ეს არის მენტალური ჯანმრთელობის სამედიცინო პრობლემა, რომელსაც უნდა უმკურნალოს ამის შესაფერისმა ექიმმა, რომელსაც ქვია ფსიქიატრი და სიტყვა ფსიქიატრი არ არის საშიში სიტყვა, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საქმე ძალიან ცუდად არის და საგიჟეთში მოხვდებით. ოჯახური ბარიერი ახსენეთ და ოჯახი ახსენეთ და ახალი თაობა, რომელიც უფრო გახსნილი ამ თემზე საუბრისას. აი რა ხდება ისეთ დროს, როდესაც არ ვიცი, თინეიჯერი, მოზარდი, შეიძლება უფრო დასრული ადამიანი ამბობს, რომ აი რაღაც ისე ვერ არის და გრძნობს თავს თუდად და შეიძლება ოჯახისგან მიიღოს ესეთი პასუხი, რომ არაფერი არ გჭირს, გაგივლის, სირცხვილია, ხო არ წავალთ ახლა ექიმთან, ფსიქიატრთან ხო არ მივალთ. აი მაგ დროს ოჯახურ ბარიერს როგორ ვლახავთ? აი თქვენი როგორც სპეციალისტი რა არის ხოლმე მაშინ გამოსავალი? პასუხი ხშირად არის ხოლმე ეს ქართული სიტყვა შემოუძახე შენს თავს, ხო? აიყვანე თავი ხელში. აი თუ ოდესმე ვიღაცას რამის შეგშინებიათ, ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება იმ მომენტში ადამიანმა გითხრას არის ნუ გეშინია აიყვანე თავი ხელში. თუ ნერვიულობ რომ გეუბნებიან დაწყნარდი, არასდროს არ არის თქვენი პასუხი, უი კიდე კაი მითხარი, აი ახლა დავწყნარდები, ხო? ანუ რომ დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას, თუ ახალგაზრდა ადამიანი ან თუნდაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ აი პირობითად თქვათ რა ვიცი 14 წლის გოგონა, ხო? რომელიც ამბობს რომ მას აქვს შფოთვა და აღწერს ამ შფოთვას ოჯახში რომ ვერ არის კარგად, ეშინია, ნერვიულობს და აღწერს რომ დაუშვათ ხელები უოფლიანდება, გული უჩქარდება, აღარ სურს სკოლაში წასვლა, ხო? ჩვენ უამრავ ჭრილში შეგვიძლია მოვნათლოთ ეს ისტორია, რომ აი სკოლაში წასვლა გეზარება, ჰორმონები გაქვს, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აქვე მშობლებს ვეთყვი, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. კი, შეიძლება გვეზარებოდეს სკოლაში წასვლა და კი, შეიძლება ჰორმონების დროს რაღაცა ისე ვერ იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამორიცხავს იმას, რომ ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შფოთვა. ამისთვის დიაგნოზი უნდა დასვას ფსიქიატრმა. ჩვენ კი არ უნდა ვიმარჩიელოთ, რომ აი ძალიან მაგრად შფოთავ თუ ცოტათი შფოთავ და აბა ამიტომ რომ აი როგორც ჩვენ მაგალითად არ ვსვავთ დიაბეტის დიაგნოზს, ხო? ძალიან გივარდება გლუკოზა თუ ისე რა. არ ვსვავთ მაგალითად ფილტვების ანთების დიაგნოზს ჩვენით, ხო? აი მაგრად ახველებ თუ ისე რა ახველებ, ხო? იგივენაირად ადამიანი მაგრად შფოთავს თუ ცოტა შფოთავს, ეს არ არის კრიტერიუმები, თქვენ იცით, სფეროს წარმომადგენელი ხართ, არის სპეციალურად გაწერილი, შესწავლილი კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს ადამიანი, რომელსაც შეაფასებს ლიცენზირებული ექიმი, რომელსაც ქვია ფსიქიატრი და დაისმევა დიაგნოზი და შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს მაგალითად ფსიქოთერაპიის რაღაცა გარკვეული რამდენიმე თვიანი კურსით. შეიძლება დაგჭირდეს წამალი, შეიძლება არც დაგჭირდეს წამალი, შეიძლება 1000 მეთოდით დავეხმაროთ ამ ადამიანს, რომ არ ქონდეს შფოთვა, რაც შემდგომ აისახება იმაში, რომ ის იქნება უკეთესი ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში, უკეთესად იფუნქციონირებს სახლშიც, სკოლაშიც, პირად ურთიერთობებშიც, მშობლებთან ურთიერთობებშიც და ასე შემდეგ.
გენდერული ჭრილზე მქონდა შესავალში საუბარი, რომ ხშირად მამაკაცები არ მიმართავენ ფსიქიატრს, იმიტომ რომ მათთვის ეს ბარიერია და რაღაცა ალბათ გენდერული კონსტრუქციები ხელს უშლით, რომ გადალახონ ეს და შეიძლება სუსტებად გამოჩნდნენ, ესე ფიქრობენ. ნამდვილად კი. და აი როგორ არის საქართველოში ეს სტატისტიკა? დიახ, სტატისტიკა სამწუხაროდ რიცხვებით ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ მაქვს მე ეს ინფორმაცია, მაგრამ მე გეტყვით იმ ფრაზებს, რაც ჩვენ გაგვიგონია ყველას ალბათ. რა გატირებს, კაცი არ ხარ? ბიჭები არ ტირიან. ხო, აი ეს ფრაზები, რაც არის დამანგრეველი პატარა ბავშვისთვის, იმიტომ რომ ბიჭები ნამდვილად ტირიან, ბიჭებს ბიოლოგიურად არანაირი სხვაობა არ აქვთ ემოციების აღქმის და დარდის და სევდის და შიშის და ყველა ამ ემოციის და საერთოდ არანაირ შუაში არ არის მამაკაცის ემოციური მდგომარეობა მის სიძლიერესთან, ან წარმატებასთან, ან სიყოჩაღესთან და იგივენაირად ეს მიყვარს ხოლმე შედარება სხვა დაავადებების და დიაბეტი ამოვიჩემე, მამაკაც რომელსაც დიაბეტი დაემართება, ნამდვილად არ არის რაღაცა პიროვნულად სუსტი და ის აბა კაცი ხარ და ისა ინსულინს რატო ვერ გამოყოფო, არავინ არ ეუბნება მას, ხო? იგივენაირად ჩვენ საზოგადოებამ უნდა დავიწყოთ აი ამ მავნე ფრაზების გამოყენება შევწყვიტოთ და ჩვენ თავიდანვე აი წეგან დავიწყე ლაპარაკი, რომ ბავშვებს ასწავლიან ემოციურ ინტელექტს, ჩვენ უნდა პატარა ბიჭებს ვასწავლოთ ბავშვობიდანვე, რომ თქვან მათი ემოციები, გამოხატონ მათი ემოციები, იმიტომ რომ საბოლოოდ ეს ყველასთვის უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ქალიც და მამაკაციც ნებისმიერი გენდერის, რომელიც არ მიაქცევს ყურადღებას თავის მენტალურ ჯანმრთელობას, ეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები რაღაცა გზას მაინც იპოვის და ვიღებთ მე არასასურველ ქცევას. და უკვე რომ ვიღებთ მე 40 წლის მამაკაც, რომელსაც აქვს არასასურველი ქცევა, რომელიც აწუხებს მასაც, მისი ოჯახის წევრებსაც, მის მეგობრებსაც და საზოგადოებასაც შეიძლება აწუხებდეს და ჩვენ შეგვიძლია ესე წავიდეთ საფეხურობრივად იქამდე, რომ კრიმინალამდეც კი შეიძლება მივიდეს ეს ამბავი და ამ თვით დაზიანებამდე მივიდეს ეს ამბავი, ხო? მე ყველანი შეშფოთებულები ვართ, რომ აი რატომ კაცო ესეთი კარგი კაცი იყო და რატო დაემართა. ხო, იმიტომ დაემართა, რომ თუ თავიდანვე ვუჩიჩინებთ ამ ადამიანს, რომ თუ შენ რაღაცა გაწუხებს, აგერ გარეთ ჩიტები ჭიკჭიკებენ და კაცი არა ხარ რა გაწუხებს, ხო? ვიღებთ აი ამ რეალობას, რომ ამ მამაკაცებს უჭირთ და სწვენიათ მივიდნენ სპეციალისტთან და უბრალოდ უთხრან, რომ შეიძლება მეშინოდეს იმ სიტუაციაში, რომელშიც არ მეშინია. ძალიან უჭირს კაცს თქვას, რომ შეიძლება ლიფტში ეშინოდეს. რაც კიდევ ერთხელ ვიძახი, საერთოდ არ ნიშნავს არაფერს, აქვს უბრალოდ კლაუსტროფობია შეიძლება. კი, რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, ამაზე მეტყველებს არაერთი კვლევა. მამაკაცებში ეს გაუვლელი ფსიქოლოგიური პრობლემები თავს იჩენენ უშუალოდ ქცევით პრობლემებში და ხშირად ეს არის დამოკიდებულება სხვა ნივთიერებაზე. ამ დამოკიდებულების წარმოქმნაში რა როლი უჭირავს თავშეკავებას სწორ დროს დახმარების მიღებისგან? ძალიან კარგი კითხვა. აი სუბსტანციებზე დამოკიდებულება ადრე იყო განხილული მორალურ ჭრილში, ესე ერქვა moral model of disease of the illness და ანუ ესე იგი მორალური ჭრილი გვეუბნებოდა იმას, რომ სუბსტანციებზე დამოკიდებული ადამიანები არიან მორალურად და ეთიკურად ცუდები. ანუ ეს არის მისი პასუხისმგებლობა, თვითონ აირჩია არის ცუდი უპასუხისმგებლო ადამიანი. შემდგომ ცხადია განვითარდა სფერო და მივხვდით, რომ ეს არის დაავადება და არის ახლა უკვე დაავადების მოდელი, სუბსტანციებზე დამოკიდებულება არის დაავადება. ფსიქიკური აშლილობა არის ეს და არის ამას აქვს თავისი მკურნალობა და ჩვეულებრივად განვიხილავთ როგორც სამედიცინო დაავადებას. აი ესე რატო ვთქვი? ვის უვითარდება სუბსტანციებზე დამოკიდებულება? ეს არის დიდი კითხვა და ზოგადად არის მულტიფაქტორული ეტიოლოგია, ხო? ერთ-ერთი ცხადია არის როგორ უმკლავდება ადამიანის სტრესს. ამაზე ძალიან ბევრი კვლევა არის გაკეთებული და მე ვმუშაობდი, სხვათა შორის აი ელის უნივერსიტეტში ერთ-ერთი კვლევა, რაზეც მე ვმუშაობდი, არის სტრესის როლი სუბსტანციებზე დამოკიდებულების განვითარებაში. და აი რაც თქვენ ბრძანეთ, ნახეთ, თუ ჩვენ იქნება ეს ქალი თუ მამაკაცი, მაგრამ ხშირად უფრო სტატისტიკურად მამაკაცებში უფრო არის ეს გამოხატული, თუ ჩვენ არ ვასწავლით ამ ადამიანს თავიდანვე მისი სტრესის გამკლავების ჯანსაღ მეთოდებს, ფსიქიკა ეცდება რაიმე შვება იპოვოს. მე თუ ვარ სტრესში და ვწუხდები, რაღაცით უნდა განვიტვირთო, ხო? და შეიძლება გავაკეთო იოგა და ვივარჯიშო და მეგობრებთან ერთად ვიცინო, ან შეიძლება წავიდე და მოვიხმარო სუბსტანცია, რომელიც დროებით მომიხსნის აი ამ ცუდ მდგომარეობას. და თუ მე მექნება შესაძლებლობა, რომ რამდენჯერაც მე მენტალურად გამიჭირდება ან სტრესი მექნება ცხოვრებაში, ამაზე შევძლო საუბარი, შევძლო გამოვხატო, ვდარდობ, განვიცდი, მეშინია, თუ ვეღარ უმკლავდები არსებულ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, თქვა, რომ
მჭირდება მე დახმარება, შეიძლება თერაპიაში ვიარო, რომ მომეხმაროს, იქნება სამსახური რთული ან რა ვიცი, განქორწინებაში ვარ ან თუნდაც არც განქორწინებაში მოვიყვანე ცოლი, მყავს ბავშვი და ეს ყველაფერი ჩემთვის არის ისეთი სიახლე, რომ აი ამ დადებით ემოციასაც ვერ უმკლავდები დამოუკიდებლად. არაფერი ამაში სასერცხულო არ არის. ეს ადამიანი თუ მიმართავს შესაბამის სპეციალისტს, მაგრამ თუ არ მიმართავს, მერე ვიღებთ გადაღლას, ეგრეთ წოდებული burnout-ი, მერე ვიღებთ აი ამ სტრესის უამრავ სხვა გამოვლინებას, არეული ძილი, არეული კვება, არეული ლიბიდო, სამსახურში კონცენტრაცია უჭერს, შენიშვნებს აძლევს უფროსი, მისი მეუღლე მასზე გაბრაზებულია და ვერ ხვდება ეს ადამიანი რა გააკეთოს და შეიძლება მიმართოს ალკოჰოლს, სუბსტანციებს და ასე მივიღოთ ეს დამოკიდებულება. ძირითადად ნამდვილად ხშირად გავრცელებული სტიგმებზეც ვისაუბრეთ. ძალიან ბევრია სასაუბრო ამ თემაზე და ძალიან საინტერესოა ხოლმე ყოველთვის თქვენი სტუმრობა მეცხრიპტომის სტუდიაში და უღრმესი მადლობა და გადაგიხადოთ ამ თემებზე საუბრისთვის. მადლობა. ამ თემაზე ესე თამამად და ღიად საუბრობთ.